კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე რიგი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნაა და ეს ქვეყანას აზიანებს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ პროკურატურის პოზიციასთან საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და პოლიტიკური ველი დამნაშავეებისგან უნდა გაიწმინდოს. პროკურატურამ ბრალდება გუშინ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაძარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარუდგინა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების ფაქტებზე. წარმოუდგენელია, როდესაც ეს ადამიანები მთელი ამ წლების მანძილზე არა თუ კონკრეტული ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს, არამედ საქართველოს აზიანებენ, ჩვენ ქვეყანას უთხრიან ძირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეკონომიკიდან დაწყებული სხვა საკვანძო მიმართულებები ჩამოინგრეს ჩვენი სახელმწიფო, ამ ფონზე მათ გაუვიდეთ ეს დანაშაულები, ამიტომ დადგა დრო, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად თითეული მათგანის დანაშაული უნდა იყოს ცხადად გაცხადებული, ამას უნდა მიეცეს არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რომელსაც ფაქტიურად ყველა არჩევნების თუ სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების დროს აძლევს ქართული ხალხი, არამედ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, რაზეც მიხარია, რომ შესაბამის მოუწყებებმა დაიწყეს გამოძიება. მოქალაქეებს, თავისუფალ მოქალაქეებს თურმე ბრალად ურაცხავენ, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობთ, ურთიერთობთ და რა თქმა უნდა, ვინმესთვის რამე არის ახალი ამ მოღალატეების დასანქცირებაზე მუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს მოღალატეები, ეს საქართველოს მტრები, ეს პუტინის მონები იყვნენ მაქსიმალურად დასანქცირებულები, რომ მათ შეეხოთ სანქციები ვიზებთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, ქონებასთან დაკავშირებით, ყველანაირად მოხდეს მათი შევიწროება ცივილიზებული სამყაროს მიერ. ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს, აი ამ ზღაპარს ჩვეულებრივს, ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ ბრალდების, არის უსაფუძვლო სიცრუე და თითიდან გამოწვეული ცრული ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული, რომელსაც რეპრესიული რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. ივანიშვილის ამოცანაა კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ვართ ჩართული რეჟიმის წინააღმდეგ. საბოტაჟის საქმეზე პოლიტიკოსებისთვის წარდგენილ ბრალს დასავლეთში აკრიტიკებენ, რასაც იუკნევიჩიანეს თქმით, ქართული ოცნების რეჟიმი უკონტროლოდ იქცევა და ყველა ვისაც ყალბი შეთითქმული ბრალდებები აქვს წაყენებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია. ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემზარავია და ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს, მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანებაც ეხმაურება. მათი თქმით, ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება. ევროპული ლიბერალები საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ. ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის წერილი, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაუგზავნა 2025 წლის 5 ნოემბრი თარიღდება, თუმცა დღეს გასაჯაროვდა. წერილის თანახმად ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად. ჰერჩინსკის წერილის შინაარსის მიხედვით ევროკავშირის ლიდერების კამპანია თითქოს საქართველოს თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მცდარია. პაվել ჰერჩინსკი წერს, რომ საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით. მმართველ გუნდში ელჩის პოზიციას არ ეთანხმებიან და ფაქტს სამწუხაროს უწოდებენ. წერილის მიხედვით მაინტერესებს გააპროტესტებენ თუ არა რუსთაველზე მდგომი რამდენიმე ათეული ადამიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებას და მოიხდიან თუ არა ბოდიშს იმის გამო, რომ სრულებით უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაში, განსაკუთრებით
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩის წერილში საუბარი არის იმ პროგრამის შეჩერებაზე ორგანიზებულ დანაშაულს გულისხმობს, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით წარმატებული მოკავშირე იყო ევროკავშირის თუ დასავლელი ჩვენი პარტნიორების. დაველოდებით მომენტს, როდესაც ევროკავშირის რეალური მიზანი გახდება გაფართოება, არათუ ამ გაფართოების იდეით სხვადასხვა ქვეყნების მიმართ კონკრეტული შანტაჟი. საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატიურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, ასევე მოქალაქეებს ძალავდნენ თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებულმა კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს დაავალა, რომ ქურდული სამყაროს წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს. 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 3 პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ. დანაშაულის სასჯელის სახე და ზომა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში ებსჭელებს. ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულ პირებთან ერთად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ ყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს ძალავდნენ თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სუსის ინფორმაციით საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7000 ამერიკული დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონო დაშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7000 აშშ დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.